დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული გამოფენა გაიხსნა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, ანუ გუშინ. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ქალბატონი დარეჯან გოგაშვილი და ეროვნული არქივის წარმომადგენელი ქალბატონი ქეთევან ასათიანი. დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ დილამშვიდობის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი ისეთი ნივთები, რომელიც დღემდე არ უნახავს დამთვალიერებელს, დღემდე არ ყოფილა გამოტანილი გამოფენაზე. აი ამის შესახებ რომ მოგვახსენოთ და ზოგადად ალბათ იდეა და ინიციატივა, როგორც ვიცი, ამ საკითხში ჩართული ასევე ეროვნული ცენტრიც, კორნელი კეკელიძის სახელობის, მათგან არ ყავს სამწუხაროდ წარმოადგენელი დღეს სტუმრად. დიახ, ამ გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ადრე წინა ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშები, ასევე შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშები. ჩართულია საქართველოს არქივი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. წარმოდგენილი მასალა, რა გვინდოდა ხო როგორ ჩვენებინ ამით, რომ წარმოდგენილი მასალა გვიჩვენებს უწყვეტ კავშირს ქრისტიანულ ადრე წინა ქრისტიანულ და ქრისტიანულ ხელოვნებას შორის. ანუ ეს ნივთები ნათლად ასახავს ქრისტიანული ხელოვნების ქრისტიანული ხელოვნების განვითარების თვითმყოფადობასა და უწყვეტ ხაზს უჩვენებს, რომელიც სათავეს იღებს წინა ქრისტიანულ ხელოვნებაში. პირველად იქნება მრავალი მასალაა წარმოდგენილი. აქ არის როგორც ფერწერული ხატები, ნაქარგობა, მე-12-13 საუკუნის ნაქარგობა, რაც ამ ნაქარგობის განვითარების ევოლუციის გზას გვიჩვენებს. არის კედლის მხატვრობის ნიმუშები, ქვაზე კვეთის დავითის სტელა მე-6 საუკუნის, ასევე რა თქმა უნდა ხელნაწერები. პირველად გამოიფინა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დავითის ანდერძი და ამაზე ქალბატონი ქეთევანი ისაუბრებს და სარგის კაკაბაძის მიერ გადაღებული პალეოგრაფიული პირები. წარმოდგენილია ასევე საწერი მოწყობილობები მე-2-3 საუკუნის მცხეთაში აღმოჩენილი, რომელიც სრულიად უნიკალურია, ბიჭინთვის მოზაიკის ფრაგმენტები, მრავალფეროვანია, ასე ვთქვათ. ეს გამოფენა და ძალიან საინტერესოა. ამ გამოფენასთან ახლავს საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა ღონისძიებები. ამ ნივთებთან ერთად, რა თქმა უნდა, არის წარმოდგენილი ტექნიკური პროცესების ამსახველი მასალა, ანუ როგორ იქმნებოდა და როგორ იწერებოდა ხელნაწერები, როგორც ვიცით, ეს იყო როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის კულტურულ ცენტრებთან არსებული საგანმანათლებლო კერებში მიმდინარეობდა ამ ხელნაწერების შექმნის რთული პროცესი, სადაც იწერებოდა, იხატებოდა, ითარგმნებოდა, შრომის განაწილება იყო, სხვადასხვა ადამიანები ასრულებდნენ ამ რთულ პროცესს და აი ამსახველი მასალაც არის წარმოდგენილი ისევე როგორც ნაქარგობის, რა სახის საღებავები გამოიყენებოდა, რისგან ამზადებდნენ ამ საღებავებს, როგორ ამზადებდნენ, მთელი პროცესია აღწერილი და მასალებია წარმოდგენილი, სხვადასხვა სახის სამელნეები, ის ნივთიერებები, რაც მელნის დასამზადებლად გამოიყენებოდა, როგორ ხდებოდა ამ ხელნაწერის ფურცლის წიგნის ორგანიზება, სად მიდიოდა ტექსტი, სად ნახა, მხატვრობა და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისითაც ეს გამოფენა. ქალბატონ ქეთევან, განსაკუთრებულად საინტერესოა ალბათ დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ორიგინალის ფრაგმენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე. რა შეგიძლიათ უფრო სხვად რომ გითხრათ? ნამდვილად განსაკუთრებული არის ეს ექსპონატი ამ მუზეუმში. ხაზს გავუსვა იმას, რომ ეროვნული არქივიდან პირველად გავიდა ეს ექსპონატი, თვითონ არქივს ჰქონდა წარმოდგენილი რამდენიმე გამოფენაზე, მაგრამ მუზეუმში პირველად დატოვა ეროვნული არქივის შენობა და გადავიდა მუზეუმში და დამთვალიერებელს აქვს საშუალება იხილოს უშუალოდ ორიგინალი. ამ ორიგინალს ძალიან დიდი ისტორია აქვს, მოყოლებული დავითიდან 20 საუკუნის დასრულებით და მთელი ეს ისტორია არის წარმოდგენილი არაჩვეულებრივად არის გაშლილი ამ გამოფენაზე. ეს საბუთი დაწერილი არის დავითის მიერ შირვანში გალაშქრების წინ
და წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო საბუთს ზოგადად ქართულ საბუთებში, უხეშად ეროვნულ არქივში არის ათასობით ისტორიული საბუთი დაცული, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა განსაკუთრებული და ამ გალაშქრების წინ მან შეწირულების სიგელი დაუტოვა შენღულის მონასტერს, ეს არის უпроსტად არის ჩვენ ვუწოდეთ ანდერს, თავით ამოშენებისას, ის აღნიშნავს, რომ თუ კი მას მიეცა საშუალება ის კიდევ უკეთეს ანდერს წარმოადგენს შენღულის მონასტრის უარა და აი ამის შესრულებას ითხოვს ამ ანდერძისას. აქ ბევრი რამე არის ანდერძის წარმოდგენილი და გაშლილი, მათ შორის ის პერიპეტიები, რომელიც მაშინ საქართველოში იშლებოდა და ის ბრძოლები, რომელიც გადაიტანა დავით აღმაშენებელმა თუ შინ თუ გარეთ, მათ შორის ძაგან და მოდისტოს აბულეთის ძეებთან ესეთი სამწუხარო კონფლიქტი, რომელიც მათ შორის იყო, ეს იყო ერთ-ერთი დიდებულები იყვნენ, რომლებიც მისივე თქმით უქმნიდნენ საფრთხეს როგორც სახელმწიფოს, ისევე ეკლესიას, როგორც მოდისტოსი, ისევე ძაგანი მისი ძმა და ამის შესახებ საკმაოდ დაწვრილებით საუბრობს სწორედ აი ამ ანდერძში, მაგრამ აქვე საუბრობს დეტალებში იმ შესაწირულზე, რომელსაც ის უკეთებს ეკლესიას, შენღულის მონასტერს და იმ შეუვალობაზე, რომელსაც ის უტევს ამ მონასტერს და აღნიშნავს, რომ ყველა ის პირობა, რომელიც დაცულია, აი წარმოდგენილია ამ ანდერძში, უნდა იყოს დაცული საუკუნოდ. და ითხოვს საგანგებოდ მის მოხსენებას, საგანგებოდ ითხოვს, რომ დიდი მარხვის ყოველ პარასკევს საგანგებოდ მისთვის უნდა იყოს შესრულებული წირვა შენღულის მონასტერში, იმ მონასტერში, რომელიც მას აქვს აგებული, უნდა იყოს წირვა შესრულებული ახალი ძეფის კვერებით, როგორც საგანგებოდ აღნიშნავს, მოტანილი აქვს დაწვრილებით კელატრები, ნივთები, რომელსაც ის წირავს და აღნიშნავს, რომ აი ამ ყოველ ღვთისმსახურებაზე, რომელიც მის სახელზე შედგება, აი ასეთნაირად მომიხსენებთ უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალმი მისნის, სიყრმისა და ცდომილებისანი. აი ეს საბუთი, რომელიც დავითისთვისაც და ჩვენთვისაც ასეთი ძვირფასი იყო და არის გატანილი ახლა მუზეუმში, მე მინდა აღნიშნავ, რომ სამწუხაროდ ამ საბუთმა, რომელიც თავის დროზე 2 მეტრზე დიდი იყო და ახლობით 4 თუ 5 კეფი საგან შედგებოდა, დღეს მხოლოდ ფრაგმენტის სახით მოაღწია. საქმე ის არის, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც გარკვეული საშიშროება შეიქმნა, რომ სამხრეთ კავკასიაში შემოვიდა და ოსმალური ჯარები, მთელი ჩვენი არქივები იქნა გატანილი ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის 3000-მდე ქართული ისტორიული საბუთი შესრულებული ქაღალდზე თუ ეტრატზე. ორ ძირითად პუნქტში იყო ჩრდილოეთ კავკასიაში გადანაწილებული ეს საბუთები. სამწუხარო პროცესები მოყვა ამას, იმიტომ რომ მადლობა ღმერთს ვთქვათ, ოსმალური ჯარები კავკასიაში არ შემოვიდა, მაგრამ ვერ მოხერხდა ამ განძის დაბრუნება უკანდროულად. შემდეგ საქართველოს გარკვეული პერიოდი მიიღო მცირე ხნით დამოუკიდებლობა და ორ სხვა სახელმწიფოში აღმოჩნდა ეს ქონება და მოგვიანებით უკვე გასაბჭოების შემდეგ სარგის კაკაბაძემ და ადამიანთა ჯგუფმა მოახერხა 14 ვაგონი, ასე როგორც თვითონ კაკაბაძე აღნიშნავს, 14 ვაგონი საარქივო სამუზეუმო მასალის უკან დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ ამ მასალას შორის არ აღმოჩნდა ის 3000 ისტორიული საბუთი, რომელიც გავიდა საქართველოდან დაახლოებით 1919 წელს. ეს ტერიტორიები საბჭოთა ჯარებმა, რუსულმა წითელმა ჯარებმა, ასე თქვა, დაიკავეს და მთელი ეს ქონება განადგურდა. მაგრამ სარგის კაკაბაძის ჩასვლის შემდეგ ადგილობრივმა მწყემსმა მას მიაწოდა აბრამ ევანგულოვმა, მას მიაწოდა 5 იუდეს საბუთის ნაგლეჯი, რომელთა შორის ჩვენ და საბედნიეროდ აღმოჩნდა სწორედ ეს ფრაგმენტი და საქართველოს დაუბრუნდა დავით აღმაშენებლის სიგელი აი მცირე ფრაგმენტის სახით. და ჩვენ გასაგებია ძალიან უფრთხილდება. ეს და მართლაც დიდი მოვლენა არის. რა თქმა უნდა. ქალბატონ კეთევან, თუ შეგიძლიათ გითხრათ სხვა ექსპონატების შესახებ, რომელიც იქნება წარმოდგენილი ამ გამოფენაზე არქივიდან. დიახ, ამჯერად არქივიდან ასევე არის წარმოდგენილი, სარგის როგორც დარიჯანმა მოგახსენეთ, არის სარგის კაკაბაძის პალეოგრაფიული პირები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, დავით აღმაშენებლის სიგელის ძირითადი ნაწილი არის დაკარგული, მათ შორის დაკარგულია უშუალოდ დავითის 2 ავტოგრაფი, რომელიც ამ სიგელს თან ჰქონდა დართული თავსა და ბოლოში, მაგრამ სანამ განადგურდებოდა, სანამ საქართველოსთან მოხდებოდა ამ ქონების გატანა, სარგის კაკაბაძემ მოასწრო და დაახლოებით 1900 წელს გააკეთა აბსოლუტურად ზუსტი ასლები აი ამ ხლერთვების, დავით აღმაშენებლის ავტოგრაფების და ჩვენ ეროვნულ არქივში ეს არის ზუსტი ზომა ორიგინალის და ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, გვაქვს დაცული პალეოგრაფიული პირები და ამჯერად მუზეუმში ეს პირებიც არის გატანილი. და აქვე მუზეუმში არის წარმოდგენილი კიდევ ერთი ისტორიული საბუთი, ეს გახლავთ მე-15 საუკუნის
ეტერაძე შესრულებული დოკუმენტი ვანო შაბურიზის შეძირულების სიგელი ბოდორნის ეკლესიისადმი ერთ-ერთი საუკეთესო მოხატული ქართული საბუთი, რომელზეც წარმოდგენილები არიან ქართველი დიდებულები ვანო შაბურიზი და მისი მეუღლე დულარდუხტი, რომელიც ამავე საბუთის მიხედვით ამ პერიოდში უკვე არის მონაზონი და ისინი სწირავენ ეკლესიას დიდძალ ქონებას ამ საბუთის მიხედვით, ასე რომ ეროვნული არქი აი ამ სახით არის ამჯერად წარმოდგენილი მუზეუმში. წარმოდგენილია კიდევ ერთი დავამატებდი ეროვნულ მუზეუმში დაცული როინაშვილის მიერ გადაღებული ფოტოდან დამზადებული ფოტოპირი, რომელმაც მეტნაკლებად სრული სახით შემოგვინახა დავითის ანდერძი, თუ დღესდღეობით მხოლოდ ფრაგმენტული სახით არის შემორჩენილი, ამ ფოტოზე აღბეჭდილი ამ ფრაგმენტის 2/3. ასე რომ საკმაოდ უნიკალური მასალაა ამდენ დაცული. და ხელმოწერებიდან წარმოდგენილია 4 თავები, ეს არის ალავერდის 4 თავი 1054 წელს გადაწერილი კალიპოსის შავინთის კალიპოსის მონასტერში, ასევე ვარძიის 4 თავი მე-12-13 საუკუნის, რომელიც მე-16 საუკუნემდე ინახებოდა ვარძიაში და სავარაუდოდ ეკუთვნოდა თამარ მეფეს. მე-16 საუკუნიდან უკვე ეს ხელნაწერი გაიტაცეს და შემდეგ დაბრუნების შემდგომ გელათში ინახებოდა. ასევე არის ვალეს 4 თავი 1514 წელს გადაწერილი, სამცხის საათაბაგოს კარის სკრიპტორიუმში ეს ხელნაწერი გადაწერილი და პოსტბიზანტიურ ტრადიციების კოდექსის ტიპის ნუსხა, არის ფსალმუნი, ზატიკი, აღდგომის საგალობლების შემცველი, რომელსაც ახლავს მინიატურები ზატიკის საკითხავებთან შეთანხმებული, მისადაგებული სახარებისეული სცენები, არის გამარიამისეული ქართლის ცხოვრება, ქართლის მეფე როსტომის მეუღლის მარიამ დადიანის დაკვეთით შესრულებული, მე-14 საუკუნემდე მიდის თხრობა, კრებული, კარაბადინი, მე-11 საუკუნის ავტორის ქანანელის მხოლოდ მოგვიანებით გადაწერილი და საკმაოდ საინტერესო მასალაა და მრავალი დარგის მომცველი, ასე რომ მოგწანდით. რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება გამოფენა და გამოფენა გაგრძელდება საკმაოდ დროის განმავლობაში, ხანგრძლივად იქნება, მხოლოდ არის ცვლა ხელნაწერების მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს არის ხელნაწერი და ქსოვილი, დიდი ხნით მათი ექსპონირება არ შეიძლება და ამდენად მიდის ცვლა. ზუსტად გუშინ, როდესაც გაიხსნა, ეს იყო შუა საუკუნეების განახლებული გამოფენა და მოხდა ხელნაწერების ჩანაცვლება. პირველად რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ეს გამოფენა. ყავდა სხვა შორის თემაზე თემაზე თავის დროზე, როდესაც გაიხსნა. დიახ, და გუშინ მოხდა ხელნაწერების ჩანაცვლება. შემდგომ ეტაპზე უკვე მოხდება ქსოვილების ჩანაცვლება და ესე მიდის ცვლაზე, რომ გათვალისწინებულია, რა თქმა უნდა, ექსპონატის მდგომარეობა, ექსპოზიცია როგორ უნდა გამოიფინოს, იმიტომ რომ ხელნაწერი ისეთი მასალაა, რომ სპეციფიური კუთვნით დახრას მოითხოვს და ყველაფერი გათვალისწინებია. დამთვალიერებელი რამდენად ინტერესდება, საინტერესოა თუ ყავთ ძალიან ბევრი, იცით რა არის დამთვალიერებლები ინფორმაცია ალბათ აქვთ, ხო? აქვს ინფორმაცია, ძირითადად ხალხმა მრავლობა დარბაზებში, სკოლებიდან მოდიან ბავშვები, რაც ძალიან სასიხარულოა, ეს საგანმანათლებლო პროგრამებიც თავის ასე ვთქვათ საქმეს აკეთებს და არის დამთვალიერები, უცხოელები ყავს ძალიან ბევრი, უცხოელი სტუმრები. აი საინტერესოა სწორედ უცხოელების დამოკიდებულება, როცა ხვდებიან რა პერიოდზეა საუბარი და რა ნიმუშია. ძალიან მოსწონთ და არიან შთაბეჭდილების ქვეშ, როგორც თვითონ ნიმუშებით, ასევე წარმოდგენილი მასალით და იმ კონცეფციით, რა კონცეფციასაც ატარებს ეს გამოფენა, ანუ მთლიანობაში ერთიან კონტექსტშია წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მართლა ერთიან კონტექსტში წარმოვიდგინოთ ქართული ქრისტიანული ხელოვნების თვითმყოფადობა და განვითარების უწყვეტი გზა. მთლიანობაში ეს წარმოდგენილი და ამდენად ძალიან საინტერესოა. ცალკე აღებული არ არის არც ხელნაწერი, არც კედლის მხატვრობა, ხატი, ნაქარგობა, ხის დამუშავება,
ქვაზე ქვის ორნამენტიკა ყველაფერი არის ერთიან კონტექსტში წარმოდგენილი და ამდენად მრავლის მომცველი და ვინაიდან მუდმივად ხდება განახლება ექსპონატების როგორც ბრძანეთ და იმის გათვალისწინებით ამ მდგომარეობაში ესა თუ ექსპონატი შეიძლება ვივარაუდოთ რომ ძალიან ხანგრძლივად გაგრძელდება ხომ გამოფენა და ჩვენ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი შეიძლება რა თქმა უნდა დაათვალიეროს. რა თქმა უნდა, გამოფენის მიზანი ზუსტად ეს არის, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს, რაც შეიძლება მარტივი გზით მივიტანოთ მნახველამდე, რომ რა თქმა უნდა განათლების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ეს ხელოვნება ყველაფერი ეფუძნება მეცნიერებას და ერთიან კონტექსტშია ეს ყველაფერი წარმოდგენილი. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. შევახსენოთ მაყურებლებს, სტუდიაში საუბრობდნენ ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი დარეჯან გოგაშვილი და ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ასათიანი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე უსწრებოდით. დიდი მადლობა რომ